გაიზრდება თუ არა ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სტანდარტების შესაბამისი მეთოდოლოგიით დათვლილ დასაქმებისა და უმუშევრობის განახლებულ მაჩვენებელს აქვეყნებს. რის მიხედვითაც არსებული უმუშევრობისა და დასაქმების მაჩვენებელი ჩასწორდება, მათ შორის 2020 წლის მაჩვენებელიც. ჩვენი კორესპონდენტი სალომე ჩადუნელი მუშაობს თემაზე და ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. სალომე, გისმენთ. უმუშევრობის დონის დათვლაში მეთოდოლოგიურმა ცვლილებამ აჩვენა, რომ რეალობა იმაზე მძიმე არის, ვიდრე წარმოგვედგინა, ანუ უმუშევრების რიცხვი არის უფრო მაღალი, ვიდრე აქამდე საქსტატის ოფიციალური რიცხვებით ვიცოდით. მეთოდოლოგიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც საქსტატმა განახორციელა, უკავშირდება იმას, რომ თუ ადრე, მაგალითად, შინამეურნეობაში, სოფლის მეურნეობაში ჩართული მოქალაქეები ითვლებოდნენ თვითდასაქმებულებად, ახლა ისინი დაუსაქმებლებად ითვლებიან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შინამეურნეობის დროს პროდუქტს იყენებენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის და ამის რეალიზებას არ ახდენენ. ამ პატარა დეტალმა შეცვალა რეალობა და 2019 წელთან შედარებით ჩასწორდა და 6%-ით გაიზარდა 2019 წლის მაჩვენებელი. ასევე რეალური გახდა ისიც, რომ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა არის 11%-ით შემცირებული, რაც არის ყველაზე დრამატული რიცხვი ამ სტატისტიკაში. დაახლოებით 55%-ით გაიზარდა უმუშევრობის დონე ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით. 453,000 თვითდასაქმებული მოაკლდა ამას, მნიშვნელოვანი ნაწილი, ხო? 48,000 დარჩა დაქირავებულში, გადაკვალიფიცირდა დაქირავებულში, ხოლო დანარჩენი, მაგალითად 338,000 კაცი გავიდა საერთოდ მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ. ამა გამოიწვია ბუნებრივია ამ დასაქმების დონის შემცირება. მეთოდოლოგიის ცვლილებას გამოეხმაურდნენ ექსპერტები და ისინი აცხადებენ, რომ ახლა უფრო ზუსტი არის საქსტატის მიერ გამოქვეყნებული რიცხვები, ვიდრე იყო აქამდე და იძლევა თვითდასაქმებულების მრავალფეროვნეს შესწავლის საშუალებას. მაგალითად, უკვე ამ ახალი მეთოდოლოგიით მთავრობამ იცის თვითდასაქმებულების პრობლემები, ისინი მათ შეუძლიათ, რომ ანალიზი განახორციელონ, სად არის პრობლემა თვითდასაქმებულების შემთხვევაში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის არის, რომ თვითდასაქმებულების ნაწილი დავიდა ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობის ნაწილში და ეს უნდა იყოს სიგნალი მთავრობისთვის, რომ პრობლემა არის საკმაოდ მძიმე. დიდი ნაწილი და უფრო მეტი ვიდრე ეს აქამდე იყო მიჩნეული, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის არ მონაწილეობს ეკონომიკურ აქტივობაში და ეს არის ალბათ უფრო დიდი გამოწვევაც კი ვიდრე უშუალოდ უმუშევრობის დონე, იმიტომ რომ უმუშევრობა ითვლება სამუშაო ძალის შიგნით, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი მოსახლეობის არის სამუშაო ძალის გარეთ და მათი ეკონომიკური გააქტიურება შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება სახელმწიფოსთვის. ჩვენ ხედავთ, რომ ერთის მხრივ მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკური აქტივობის საზომი სამუშაო ძალაში მონაწილეობა, რაც გამოიწვია იმით, რომ თვითდასაქმებულების გარკვეული ნაწილი საკმაოდ დიდი ჩაითვალა სამუშაო ძალის გარეთ. მეორე შედეგი, რაც მივიღეთ, არის უმუშევრობის დონის გაზრდა. უმუშევრობა, ჩვენ ვიცით, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამ ქვეყნის ყველა არჩევნების წინ თუ ყველა კვლევაში ერთ-ერთი მთავარი, რაზეც საუბრობენ ადამიანები, არის ის, რომ მათ არ აქვთ სტაბილური სამუშაო და არ აქვთ შემოსავალი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მთავრობის და ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ინტერესი უნდა იყოს ის, რომ შემცირდეს საქართველოში უმუშევრობა. საქსტატმა 2020 წლის მესამე კვარტალი ახალი მეთოდოლოგიით დაითვალა და ამ ახალი მეთოდოლოგიით ჩანს, რომ 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 17%-ია. მადლობა სალომე ჩადუნელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.